დრონები პრობლემაა, მათ უკან დახევას მანძილი სჭირდება. მაინც რამდენ კილომეტრზეა საუბარი? სუმი ჩვენი უნდა იყოს. სუმის დაკავების პერსპექტივამ ვლადიმერ პუტინს ღიმილი მოჰგვარა და ეს შემთხვევითი არ არის. ამ ოლქის დაკავება მოსკოვს საქმეს ნაწილობრივ გაუადვილებდა, თუმცა საქმე ის არის, რომ მასზე კონტროლი უკრაინას ეკუთვნის. მის დათმობას კი არავინ აპირებს. უკრაინის საზღვართან ბუფერული ზონის შექმნის ინიციატივა ვლადიმერ პუტინმა კურსკში ვიზიტის შემდეგ საგანგებოდ გამოაცხადა. რუსეთის ეს რეგიონი მისთვის მგრძნობიარე ადგილია, რადგან აქედან უკრაინის შეიარაღებული ძალების შევიწროვება დროსთან ერთად ნერვებად დაუჯდა. ახლა რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხედროებმა საზღვართან ბუფერული ზონების მოწყობის განკარგულება უკვე მიიღეს, თუმცა ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა რუსეთს ამის სამხედრო შესაძლებლობები ახლა, ომის მეოთხე წელიწადს. ამ შემთხვევაში რუსეთის მიერ ეს დასახული მიზანი ჩემი აზრით ვერ იქნება შესრულებული, იმიტომ რომ მათ მოუწევთ სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის ოლქების აი ამ სასაზღვრო ხაზზე ტერიტორიების გაკონტროლება 15-20 კილომეტრის სიღრმეში, რაც არის აბსურდული და წარმოუდგენელი. მით უმეტეს ახლა, როდესაც მათი შეიარაღებული ძალები არის მნიშვნელოვნად გამოფიტული რესურსების თვალსაზრისით იმასთან შედარებით, რაც იყო 2022 წლის ან 2023 წლის შუა პერიოდში. ტექნიკური თვალსაზრისით იქნება კარგი იმისათვის, რათა საზღვარი აკონტროლონ და არ დაუშვან იმგვარი მოცემულობა, როგორც დადგა 2024 წლის აგვისტოში, როდესაც კურსკის ოპერაცია დაიწყეს უკრაინელებმა და გადმოახეს სახელმწიფო საზღვარი. ეს ერთგვარად იმისთვის ჭირდებათ, რომ საკუთარი მოსახლეობა ამყოფონ ინფორმაციული უსაფრთხოების კომფორტში და დაუმტკიცონ, რომ ყველაფერს აკეთებენ საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და უფრო მეტს გააკეთებენ მომავალში. ამისათვის კი პუტინის მოსაზრებით და მისი პროპაგანდისტების თვალსაზრისით ყველაზე ესე ვთქვათ ხელსაყრელი მოქმედების მიმართება არის აი ამგვარი პროცესის წარმართვა. ბუფერული ზონის შექმნის ინიციატივა, როგორც წესი, შეიარაღებული კონფლიქტების დროს ძლიერ მხარეს ეკუთვნის. მიზანი ტერიტორიული უსაფრთხოებაა, რათა მოწინააღმდეგის არტილერია ან თუნდაც დრონები სიღრმეს ვერ წვდებოდნენ. ამ ტექნიკური პროცედურებით რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების არეალს შეზღუდავს, თუმცა სამხედრო ექსპერტები პუტინის სიტყვებში სხვა მიზეზებს უფრო კითხულობენ. თავარი მიზანი არის ის, რომ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ის არ არის მზად ამ ომის შეჩერებისთვის. რაც მზად არის და რაც სურს, იმიტომ რომ ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზნები, რომელიც დასახული ჰქონდა მას ომის დაწყებისას, ვერც ერთი ვერ იქნა მიღწეული და შესაბამისად ახლა არაფრის გამო, რომ ომი შეწყვიტოს, მას ეულება დაახლოებით იმ ხარისხის და იმ მასშტაბის დესტაბილიზაცია ქვეყანაში, როგორც პირობითად მოხდა 1917 წელს რუსეთის იმპერიაში. ამათ შემდეგ წარმოშვა საბჭოთა კავშირი, ხო? აქედან გამომდინარე, ის აყენებს აბსურდულ, არარეალისტურ მოთხოვნებს და მიზნებს იმისათვის, რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს ომი, რადგან მისთვის ომის გაწელვა ამ მომენტისთვის ხელსაყრელია იმ თვალსაზრისით, რომ ინარჩუნებს ხელისუფლებას უფრო მეტად, აი ამ ესე ვთქვათ, დაგეგმარებით, აი ამგვარი პოლიტიკის გატარებით, ვიდრე ესე ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტით. ხშირია შემთხვევები, როდესაც პირობითად სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში უკრაინელები განალაგებენ პირობითად ჰაიმარსის ტიპის სარაკეტო სისტემებს, რომლითაც შესაძლებლობას იძენენ, რომ დაახლოებით 40, 60, 70 კილომეტრის სიღრმეში დაარტყან რუსების სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებს. აქედან გამომდინარე, აი ეს ზონები, რომელიც შეხების წერტილია რუსეთის ბრიანსკის, კურსკის ოლქებთან, აი ეს საზღვრებზე უნდა გაკონტროლდეს იმ დონეზე სიღრმითი სივრცე, რომ უკრაინელებს არ მიეცეთ артиллерიის, ესე ვთქვათ, артиллерიის დამიზნების საშუალება და განსაკუთრებით კამიკაძე დრონების. კამიკაძე დრონები მოქმედებს ბოლო პერიოდში 15-20 კილომეტრის სიღრმეში და სწორედ ამიტომ მათ დაისახეს მიზანი, რომ მინიმუმ იმდენი მოახერხონ, რომ უკრაინელებს შეუძლებლონ კამიკაძე დრონების გამოყენების შესაძლებლობა. 2023 წლის 11 თებერვალს უკრაინის სამხედრო ოფიცერი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტის
პუტინის ბუფერული პრეტენზიები კიევში აგრესიულ ნაბიჯად მიიღეს. საგარეო უწყებაში თქვეს, რომ ეს მხოლოდ იმის დასტურია, რასაც უკრაინა დიდი ხანია ამტკიცებს, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს. სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანა ნატოელ მოკავშირეებსა და სხვა პარტნიორებს რუსეთზე მეტი ზეწოლისკენ მოუწოდებს. მათ შორის კი არის ერთი, რომელიც როგორც ჩანს, ამაში ჯერ ისევ დასარწმუნებელია. ტრამპის მოქმედებები რეალურად არ არის თანხმდროში მოკავშირეებთან. თუმცა მე იმედი მაქვს იმისა, რომ სენატი მას აიძულებს, რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, სხვა ვარიანტი არ დარჩეს, რომ დადგეს ყარად მოკავშირეებთან და გაატაროს ის აგრესიული დაპირებები რუსეთის მიმართ, რომელიც მოიცავდა სანქციებს და ასევე უკრაინის შეერთებული ძალების გაძლიერებას. კიევისთვის ეს არის კონკრეტული სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აბსურდული მოთხოვნების დაყენებით აპირებს ომის გაგრძელებას. ისინი ძალიან სწორად და ლოგიკურად პოზიციონირებენ და აჩვენებენ ხელს ცივილიზებულ სამყაროს, რომ რუსეთის ეს მოთხოვნები არის მხოლოდ ომის გაგრძელების და ესე ვთქვათ, სიტუაციის ესკალაციისკენ მიმართული. ტექნიკური თვალსაზრისით კი ეს არის მესიჯი უკრაინის შეერთებული ძალებისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნდა გააძლიერონ პოზიციები სუმის, ჩერნიგოვის და ხარკოვის ოლქების აი ამ ჩრდილოეთ ნაწილში, შესაძლოა დასჭირდეთ გარკვეულ დონეზე დამატებითი ძალების გადმოსვლა, არტილერიის განლაგება და ამან შეიძლება გამოიწვიოს ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონებიდან რაღაცა გარკვეული რეზერვების გადმოყვანაც. Было принято решение о создании необходимой буферной зоны безопасности. ბუფერული ზონის შექმნის იდეას ვლადიმერ პუტინი პირველად არ ამჟღავნებს. სამჯერად ამის შესახებ მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მანძილი და გეოგრაფიული არეალი არ დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის თქვა, რომ უკრაინული დრონებით შეტევებისას მოწინააღმდეგე სადაზვერვო ჯგუფები სამოქალაქო სივრცეებში იჭრებიან. ამიტომ კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის მაგალითებზე რუსეთს რეაგირება მართებს.